გესალმებით მეგობრებო, X1 ყავს მდგომარეობას ახლა განახებთ უცებ, დაგათვალიერებინებთ. დაზიანება ქონდა აქეთ მხარეს. მოკლედ ცხვირი უნდა შევყებოთ. აი ეს მდგომარეობა აქ. აი ესე. აქეთ მხარეს წესი გასმული აქ. აი ეს როგორც ნახავთ შებრეცელი აქ აქეთ მხარე, მომკრლოსაც ესევე ვაკეთებ გაუსწორებლად. მოკლედ მდგომარეობა აი ესა გვაქვს. გადავიდეთ მის ბამპერზეც, ბამპერი არის ვერცხლისფერი. ესე მდგომარეობაში ბამპერიც, შენაღები ბამპერი ესე იფუძქნება, ეს ყველაფერი გვაქვს ჩასასწორებელი. მოკლედ დავიწყებთ ამ ყველაფერს კეთებას და მე თან განახებთ, თან დაგათვალიერებინებთ და მე ახლა მომავალში ეს ექსკლუზიური მანქანები მყავს, რომელიც არის ძალიან ძველი. მე ამასაც დაგათვალიერებინებთ, მოკლედ ეს ძველი მანქანები ეს კინომდე გავუსუთავებ და ბუქსტორი გრუნტიას ღია. ის მეორე არის აი იქეთკენ კიდე დგას. საკოლექციო მანქანებია, მოკლედ კიდე რამოდენიმე ველოდებით, აი ესაც მზად არის შესაღებად. დამზადებული გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არ ვყვებოთ ველოდებით. ხომელი მალე ჩამოგივა სადაც ორ კვირაში და უკვე ხომელში ამ ორივე სამივე მანქანას მოკლედ რაც არის საკოლექციო, ყველაფერს შევღებავთ იქ და ხომელსაც რა თქმა უნდა დაგათვალიერებინებთ, განახებთ. შეკვეთა მივეცით, ანუ ისე არ გვაქვს ნაყიდი და განახებთ როგორი ღუმელი ჩამოგვივით, როგორი ღუმელი ჩამოგვივა მოკლედ. აი აქ კიდე რაღაც ჩავარდნილი, მაქსიმალურად აქამდე გვაქვს საშუალება რომ აქ გადასვლას არ შევეხო და ფერში სხვაობა რო არ მოგვცეს. ანალოგიურადაც აქეთ მხარესაც ეს აი აქ წყვეტას გავაკეთებთ, იქეთ აღარ შევეხებით. მოკლედ ესე ჩემო მეგობრებო, ამ ყველაფერს დავამუშავებ, ეტაპობრივად შევეცდები, გადავიღო და დეტალურად განახოთ რა როგორ გავიწევით წინ. Так, მეგობრებო, გავასუთავეთ. აი ესე მდგომარეობა გვაქვს. როგორც ხედავთ, ნასწორებზეც კიდე ესე განახეთ, მოკლედ თქვენ თვითონ იმჟელეთ და ესე მდგომარეობა აქვს. ესეთი გაკეთებულია. მოკლედ ესე. Так, რაც შეეხება აქეთ მხარეს, ეს იყო ესე გასმული, ეს ამ ადგილას დამუშავდა. ხა წავა ბუქსტური შპაკლი, მერე წავა თეთრი შპაკლი და მერე უკვე დამუშავდება და დაიგრუნდება. რა თქმა უნდა, ფორმები გვაქვს გამოსაყვანი, როგორც ხედავთ. ერთი ეს კანტი მოყვება აქედან, რომელიც როგორც ხედავთ, გასწორებული მხრიდან აი ესე მოდის და მერე უკვე იქეთ აწაქცეული. ანუ ფაქტობრივად მოდის აი ეს. აქეთ მხარესაც რავი არის რა. აი მოდის თავის ქარხნული მხარე ნახოთ როგორია. თავის ქარხნული მხარე ნახეთ როგორ მოდის, აი მოდის და იქეთ და უკვე ფაქტობრივად თითქმის ბოლოში წვერში იკარგება. აქაც მთლად გადაშლილი არ არის. აქ რო არის გადაშლილი. ეს მომენტია, ეს კუთხე. როგორც ხედავთ, აი აქ მოტეხვა აქვს, ეს მოტეხილია. ნუ მოკლედ დავიწყებთ დამზადებას. გავალ ბოლოში, საბოლოო შედეგს განახებთ რა. გასწორებულს რაც შეეხება. ნავი არც ცოცხლებში, არც კუდრებშია რა. არც აქეთ, არც იქეთ არის რა. მეგობრებო, დასრულდა X1 გამოვიდა ეს იდეალური. როგორც ხედავთ, როგორც მარჯვენა და მარცხენა ფორმები ანალოგიურს იმეორებს, ლამაზად თავდება, მიუხედავად იმის რომ აქ გახსოვთ მდგომარეობა ქონდა, ვინაც იქეთ აკრილოსაც. აი ესე იდეალურად გამოვიდა სულ ყველაფერი. და ელოდება თავის ფლობელს, რომ მოაწაიყვანს თავის X1. Так, შემდეგი პაციენტი ყავს ჩვენი 850. და ამის ვიდეოსაც რა თქმა უნდა ცალკე გადავიღებ
დავდებ და განახებთ ამის საბოლოო შედეგი როგორი იქნება და რა თქმა უნდა როგორ მივყვებით ეს მთლიანად იქნება გასასწორებელი ძველი ნაღები აქვს ნუ ამას უკვე ცალკე გავივლით და განახებთ მის მდგომარეობას თუ როგორი გამოვა ანუ ესაც მანამდეა შეღებილი და ესეთი პრობლემები აქვს როგორც ხედავთ ეგ ატეხილები ეგ შეღებილიც კი ხედავთ დაბალი წნევითაა დასხმული დაბრიზგულია ზეთ და მაგიტო უწევს ფაქტიურად ამ აქნეს თლიანად გატყავება რომ აქ ისეთი დეტალები რომელიც გაუშკულკავათაა შეღებილი ანუ ლაკის ქვეშ რაც ზედაპირი რაც დევს არა გაშკულკული და ისე დასხმული ეს ყველაფერი ზე და მაგის იქიდან გამომდინარე მოკლედ პრობლემა აქვს რომ მერე უკვე იყრება აი ეს როგორც ხედავთ ნაკუც ახლა განახებთ მაგ პრობლემასაც ანუ აი აქ როგორც ხედავთ ქვემოდან არ არის გაშკულკული ეგრევია გადასხმული ზეთ თავის ძველ საღებავზე და მაგიტომაც აი ესე პრობლემა აქვს და ზემოდან გადაიგრუნტოს და შეიღებოს ანალოგიური პრობლემის ქვეშ იქნება მე რომ ზედაპირი ახალია კი რაღაც დონეს დაიჭერს მაგრამ ცოტა უხეში კენჭი როგორც მოხდება როგორც იქ იყო ატეხილია ეგრე ატყდება ყაველგან სადაც არ უნდა მოხდეს რა იმიტომ დაუმუშავებლად ათლიანი მანქანა შეღებილი ну кай ამას საკი გავვილით მოკლედ მორჩა ჩვენი X1 გავაჩეროთ დავაპარკინგოთ და დაეულდება თავის ფლობებს და მოაწაიღოს ამ მანქანას მადლობა ვინც უყურებთ ჩემ YouTube არხს გამოიწერეთ მოკლედ და ლაიქი მომასწრებთ